ვლადიმირ პუტინი ძალიან ძლიერ ინანებს, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, მაგრამ უკვე გვიანი იქნება. Financial Times დღეს ამტკიცებს, რომ სწორედ ასეთი სიტყვები უთხრა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დონალდ ტრამპს. გამოცემა წერს, რომ მათი ინსაიდერული ინფორმაციით ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პეკინში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს საბოლოოდ შეიძლება ინანოს უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. წყაროების თქმით, ჩინეთის ლიდერმა ეს განცხადება რუსეთ-უკრაინის ომის განხილვისას გააკეთა. ამასთან მანამდე პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან გულწრფელი და პირდაპირი საუბრების დროს მან არასდროს გამოუთქვამს თავისი აზრი პუტინზე და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე. მაგრამ მართლა შეეძლო თუ არა სი ძინპინს ასეთი რამ ეთქვა და არსებობს თუ არა საფუძველი ასეთი განცხადებებისთვის სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის სამიტის შედეგების მიხედვით. მოდით ამას გავარკვიოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ დასაწყისში გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და სანამ დავიწყებთ, ერთი წამით თქვენი ყურადღება მინდა მოვითხოვ, რადგან ეს გამოშვება გამოდის პლატფორმა პრეპლის მხარდაჭერით. ეს არის უკრაინული ონლაინ პლატფორმა უცხოენების რეპეტიტორებისთვის. იქ დაახლოებით 100,000 მასწავლებელია და 90 ენა. ეს იდეალურია მათთვის, ვინც მაგალითად ემიგრაციაში სწავლობს. გერმანული, ინგლისური, პოლონური, საერთოდ ნებისმიერი ენა. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ეხლა მათ აქვთ 50%-იანი ფასდაკლება პირველ გაკვეთილზე. ამიტომ ამ ვიდეოს არწერაში არის ბული, რომელზეც გადასვლით თქვენ მაშინვე მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას YouTube არხის ალექსეი პეჩიისგან. ეხლა კი გადავდივარ გამოშვებაზე. Financial Times ამტკიცებს, რომ სი ძინპინის კომენტარი გაკეთდა იმ ფონზე, როცა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ 4 წლიანი სრულმასშტაბიანი ფრონტალური ფაზის შემდეგ ჩიხში შევიდა. ხოლო კიევმა უფრო ეფექტურად დაიწყო უპილოტო აპარატების გამოყენება რუსეთის ჯარებზე და რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე დარტყმებისთვის. ამიტომ სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინი კიდევ ინანებს, რომ საერთოდ დაიწყო ეს ომი. ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლოს და ბოლოს გამოაქვეყნა ანგარიში ტრამპისა და სი ძინპინის პეკინში გამართული სამიტის შესახებ, მაგრამ ამ ანგარიში არ იყო ნახსენები, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა საერთოდ განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი. აქ ცოტა გადაუხოთ თემას და თქვენთან ერთად განვიხილავთ ტრამპის პეკინში ვიზიტის შედეგებს, თეთრი სახლის ვერსიით. კერძოდ, თეთრი სახლის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ლიდერებმა, ციტატა, შეთანხმდნენ იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა უნდა ააშენონ კონსტრუქციული ურთიერთობები სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულებით სამართლიანობისა და ურთიერთობის პრინციპის საფუძველზე. აღნიშნულია, რომ სი ძინპინი ამ წლის შემოდგომაზე ეწევა აშშ-ს. ასევე ისიც, რომ ციტატა, ორივე ქვეყანა მხარს დაუჭერს ერთმანეთს, როგორც G20 სამიტების მასპინძლები და მხარდამჭერები. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერი შეთანხმდა იმაზე, რომ ირანს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. მოითხოვეს ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენა და შეთანხმდნენ, რომ არც ერთ ქვეყანას ან ორგანიზაციას არ უნდა მიეცეს უფლება აიღოს გადასახადი გემების გავლაზე. ასევე დოკუმენტის მიხედვით ტრამპმა და სი ძინპინმა დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია. ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით მიმართავენ ორი ახალი სახელმწიფოთა შორისი ორგანოს სავაჭრო პალატისა და საინვესტიციო საბჭოს შექმნისკენ. სავაჭრო პალატა საშუალებას მისცემს შეერთებული შტატების მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას დრობას დაარეგულირონ ორმხრივ ვაჭრობა იმ საქონლით, რომელიც არ მიეკუთვნება ეკონომიკისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენელი საქონლის კატეგორიას. საინვესტიციო საბჭო უზრუნველყოფს პლატფორმას მთავრობათა შორისი განხილვებისთვის, რომლებიც ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. ასევე ჩამოთვლილია შეთანხმებები საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით. ასევე იუწყებია, რომ ჩინეთი განიხილავს აშშ-ის შეშფოთებებს იშვიათმიწიანი ელემენტებისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდების ჯაჭვში დეფიციტთან დაკავშირებით, მათ შორის იტრიუმი, სკანდიუმი, ნეოდინი და ინდიუმი. გარდა ამისა, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ჩინეთმა როგორც ჩანს, დაამტკიცა, აი საინტერესო მომენტია. მან დაამტკიცა ამერიკული ბოინგის 22 ასეული თვითმფრინავის საწყისის შესყიდვა ჩინური ავიაკომპანიებისთვის. ასევე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩინეთი შეიძენს აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყოველწლიურად არანაკლებ 17 მილიარდი დოლარის ოდენობით. ასევე ჩინეთმა დათანხმდა მოხსნას ყველა შეზღუდვა ამერიკული საქონლის ხორცისა და ფრინველის ხორცის იმპორტზე. აი ეს არის ყველაფერი, მაგრამ უკრაინაზე როგორც მიხვდით, არც ერთი სიტყვა. ამავე დროს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრიტანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სი ძინპინმა გააკრიტიკა პუტინი ტრამპთან შეხვედრის დროს, სუფთა გამონაგონია. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიემ და მისმა გარემოცვამ უბრალოდ გადაწყვიტეს არ გაეფუჭებინათ სამიტი პუტინთან, რომელიც უკვე დღეს იწყება.
თუმცა არსებობს ნიშნები იმისა, რომ პუტინს ომში საქმეები გეგმას არ მიხვება და სი ძინპინს ჰქონდა მიზეზები ეთქვა, რომ ის ნამდვილად ინანებს ამას. რატომ ამბობ ამას? პუტინმა გადაწყვიტა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, ჩინეთში ვიზიტიდან 3 კვირის შემდეგ, რომლის დროსაც სი ძინპინთან ერთად გამოაცხადა პარტნიორობა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ამამდე აშეჩო არაერთხელ ადანაშაულებდა ჩინეთს რუსეთში ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებაში, რაც მოსკოვს ეხმარება კიევის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში. პეკინი რა თქმა უნდა ყოველთვის უარყოფდა მოსკოვის მხარდაჭერას. დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში მოულოდნელად საჯაროდ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ რუსეთს სჭირდება უკრაინაში ომის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, რადგან რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივ გაგრძელებას. Военной операции. ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან რინატ სულეიმანოვმა. და მაპატიეთ, მაგრამ შემდეგ მისი ციტატა. ოფიციალურად ფედერალური ბიუჯეტის 40% თავდაცვასა და უსაფრთხოებას ხმარდება. როგორზე განვითარებაზე, ინვესტიციებზე, კაპიტალდაბანდებებზე შეიძლება საერთოდ საუბარი? არც ტანკებს და არც ჭურვებს სამოხმარებლო ღირებულება არ აქვთ. ეკონომიკა მათ აწარმოებს, მაგრამ მოსახლეობა მათ მოხმარებას ვერ შეძლებს. ეს სუფთა ხარჯებია. და აი ამ რუსი დეპუტატის თქმით, დიდი ხარჯები თავდაცვის კომპლექსზე, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, მაგრამ ამავე დროს იწვევს ინფლაციის ზრდას და ბიუჯეტის სოციალური და საინვესტიციო ხარჯების შემცირებას. ამასთან ამ დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი საჭირო იქნება კოლოსალური ხარჯები ოკუპირებული ტერიტორიების აღდგენაზე, ასევე ფრონტიდან დაბრუნებულთა მხარდაჭერასა და ადაპტაციაზე. აი ამ ველურ რუს ვანიებს და ასე შემდეგ. აი ასე. ალბათ უბრალოდ ჩამოწევენ მათ. ეს ხომ რუსეთია. მიუხედავად ამისა, უნდა გავიგოთ, რომ Financial Times-ის განცხადება თითქოს სი ძინპინმა ტრამპს უთხრა, რომ პუტინი ინანებს, უცნაურად გამოიყურება. აქ გაფუჭებული ტელეფონი შეიძლება მინიმუმ 2-ჯერ მოხდარიყო. პირველ რიგში ამერიკელებს შეიძლებოდა ვერ გაეგოთ ან არასწორად ეთარგმნათ ჩინურიდან. რატომ ასე? იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ეპყრობა ტრამპი თარჯიმნებს. და გვახსოვს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოვი პუტინთან გაფრინდა მოლაპარაკებებზე რუსეთის ომთან დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ და იქ ისარგებლა რუსი დაუბანელი თარჯიმნის მომსახურებით. აი ეს. მეორეც, ეს არ არის სი ძინპინის პირდაპირი სიტყვები, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის შეფასება, რომელიც წყაროებმა გადმოსცეს. და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ აკეთებს შეფასებებს ტრამპის ადმინისტრაცია. აი ესე. ტრამპს შეგახსენებ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები უკვე თითქმის მშვიდობამდე მიეყავდა. ასე, 500 ჯერ მაინც. 500. ირანთან ომს უკვე 15 ჯერ ამთავრებდა. 15. ირანთან ბირთვული შეთანხმება ალბათ უკვე 30 ჯერ გააფორმა. ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან სკეპტიკურად უნდა მიუდგეთ. რეალურად, თუ სი ძინპინი მართლა მოისურვებს, რომ ვლადიმერ პუტინმა ინანოს, ის რაღაცას გააკეთებს, რომ პუტინმა ნამდვილად ინანოს. ამ ეტაპზე სი ძინპინი ყველაფერს აკეთებს, რომ პუტინი ფეხზე შეინარჩუნოს. იმიტომ რომ სი ძინპინისთვის მომგებიანია, რომ ასეთი გაველურებული, აგრესიული რუსეთი, აი ეს როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ, დათვი, აი ეს ველური, გაუნათლებელი, უხეში დათვი, რომ რუსეთი ასეთ მდგომარეობაში დარჩეს ზედაპირზე, როგორც მთელი დასავლეთისთვის ერთგვარი საფრთხობელა. აქ წერტილებს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ დონატის გაკეთება ვიდეოს აღწერაში მითითებული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.